აკადემიკოს თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის პირველ საჯარო სკოლას დაარსებიდან 150 წელი შეუსრულდა. სასწავლო დაწესებულების საიუბილეო თარიღს დაემთხვა ამაგდარი პედაგოგის, ქიმიის ლაბორატორიის დამფუძნებლის თინა ჭოჭუას 100 წლის იუბილე. სკოლის ადმინისტრაციამ ეს ორი მნიშვნელოვანი თარიღი 13 მაისს საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. დიდი პედაგოგის უგდავსაყობად მის მშობლიურ სკოლაში საპატიო დაფა გაიხსნა. ასევე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც თინა ჭოჭუას ცხოვრება და მოღვაწეობა აღწერილი. ამ ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის კურსდამთავრებულები, მათ შორის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გია სვანიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და სხვა წარჩინებული კურსდამთავრებულები დაესწრნენ. რა თქმა უნდა, ჩამოვედი იმისათვის, რომ პატივი მიმაგო ქალბატონ თინა ჭოჭუას ღვაწლს, რომელიც ასევე ჩემი ქიმიის მასწავლებელი იყო. და ჩვენ ვიხილეთ მოდერნიზირებული, გაუკეთესებული, ახლებურად გადაწყობილი ქიმიის კაბინეტი, ისევე როგორც მთლიანად სკოლა, რაც ძალზე მომწონს და რასაც ძალიან მივესალმები და ასევე იმისათვის, რომ ქალაქის საზოგადოებასთან ერთად ფოთის თეატრში ვიზეიმოთ პირველი საშუალო სკოლის 150 წლისთავი. ყოველი სკოლა ინახავს თავის ისტორიას. 1962 წელს არის დამუშავებული მონოგრაფია, რომელიც ეყრდნობა საქართველოს ცენტრალურ არქივში, ქუთაისის არქივში, სხვადასხვა წყაროებში დაცულ ცნობებს და ამ ცნობების საფუძველზე ირკვევა, რომ 1867 წლის სექტემბრიდან დაარსდა ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებელი. წლების მანძილზე თანდათან იცვლებოდა, რა თქმა უნდა, სკოლის სახე, ფორმა, შინაარსი და ეს მემკვიდრეობა დააგრძელა პირველმა საჯარო სკოლამ. 1997 წელს სკოლამ აღნიშნა 130 წლის იუბილე, ხოლო წელს კი აღინიშნება სკოლის დაარსებიდან 150 წლის იუბილე. ეს თარიღი მნიშვნელოვანია სკოლისათვის და ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ თანაგანცდა სკოლის ისტორიის წარსულის მიმართ. ჩემი აზრით ყველაზე მეტად დღეს სჭირდება სკოლას არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ სიყვარული, მზრუნველობა, რაც უნდა გამოხატონ კურსდამთავრებულებმა, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში. სკოლის საიუბილეო საღამო ფოთის სახელმწიფო თეატრში გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლის მოსწავლეებმა. ისინი სტუმრების წინაშე სიმღერებითა და საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ. გამომცვლელებმა შეაფასეს სკოლის 150 წლიანი ისტორია და გაიხსენეს ყველა ის ადამიანი, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სკოლის წარმატებასა და განათლებული თაობის აღზრდაში. ძალიან დიდი დღეა დღეს, არა მარტო ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში აღინიშნება ძალიან სახელოვანი პედაგოგიური კოლექტივის და ძალიან სახელოვანი პედაგოგის თინა ჭოჭუას დაბადების 100 წლისთავი. დღეს საოცარი საღამო გვაჩუქა პირველი სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, განვლილი 150 წელი და იმ პედაგოგების ისტორიებს გავეცანით, რომლებმაც თავიანთი დიდი შრომით, დიდი პროფესიონალიზმით დღევანდელ დღემდე მოიტანეს პირველი საშუალო სკოლის ისტორია. მართლაც სახელოვანი კოლექტივია, თავისი წარსულით, თავისი დღევანდელობით. აქ ისეთი სახელები დასახელდა ადამიანებისა, რომლებმაც დაამთავრეს ეს სკოლა. მარტო რამდენიმე ადამიანს გავიხსენებდი: აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია, ადამიანი, ცნობილი ეთნოგრაფი, რომელიც მსოფლიო დონის მეცნიერი იყო და აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, რომლის მასშტაბის მეცნიერი საქართველოს შესაძლებელია კარგახანი არ ეყოლოს. ამ დიდი მეცნიერის სახელს ატარებს დღეს პირველი საშუალო სკოლა. დღეს ვალერიან გულიანის სახელობის ფოთის პროფესიულ თეატრში გაიმართა თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის დაარსების 150 და ღვაწლმოსილი პედაგოგის ქალბატონ თინა ჭოჭუას დაბადებიდან 100 წლის იუბილე. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა პირველი საჯარო სკოლის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები და ის ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებიც დღეს არ მოღვაწეობენ პირველ საჯარო სკოლაში, მაგრამ თითოეული მათგანის ადგილი საპატიოა სკოლის მატიანესა და ისტორიაში. მე ვილოცავ პირველ საჯარო სკოლას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და დარწმუნებული ვარ, რომ პირველი საჯარო სკოლა განათლების ის კერაა, რომლის ყოველთვის აღუზრდის ჩვენს ქვეყანას ღირსეულსა და განათლებულ მომავალ თაობას.
პირველ საჯარო სკოლას ხავს არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული, რომელთა შორის ბევრია სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული. მთელი სულდაგულით მინდა მივულოცო ყოფილ პირველ სკოლელებს, ახალმოქმედ პირველ სკოლელებს, პედაგოგიურ კოლექტივს, რომელიც მუშაობდა, რომელიც ახლა მოღვაწეობს და მთელი სიხარულით მინდა აღნიშნო, რომ მე ამაყია რომ ვარ პირველი სკოლელი, ქალაქ ფოდის პირველი გიმნაზიის, მაშინ ახლანდელი გიმნაზიის, მაშინდელი პირველი სკოლის კურსდამთავრებული და მთელი სულდაგულით უსურვებს წარმატებას როგორც ახლანდელ თაობას, პედაგოგიურ საქმიანობაში, ასევე მოსწავლეებს სწავლაში. კიდევ მრავალი წელი ყოფილიყოს ეს სკოლა პირველი ნომერი, რასაც ქვია პირველი ნომერი. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო პირველი სკოლის პედკოლექტივს, იმ პედკოლექტივს, რომელთანაც ერთად 12 წელი გავატარე და მიხარია, რომ სწორედ ამ სკოლაში შედგა როგორც პედაგოგის კარიერა და მინდა რომ მორიგი წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს, რადგან მათთან 12 დავიწყარი წელი მაკავშირებს, გილოცავთ. საარქივო მასალების მიხედვით 1867 წელს სასწავლო ოლქის ნებართვით ფოთში გაიხსნა დაწყებითი სასწავლებელი, სადაც სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. 1954 წელს გადაკეთდა საშუალო სკოლად, სადაც მხოლოდ გოგონები სწავლობდნენ. 1954 წლიდან კი შემოღებულ იქნა ქალვაშთა ერთად სწავლება და ამ დროიდან იწოდება როგორც ნომერ პირველი საშუალო სკოლა. 2007 წლიდან პირველ საჯარო სკოლას ნინო ჟვანია ხელმძღვანელობს.